დუბლინის გემების ფესტივალზე მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველოა. ეს ფესტივალი უკვე 300 წლიან ისტორიას ითვლის და ირლანდიის ტურიზმის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. მას დღეში 10,000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დუბლინში კულტურულ პროგრამას, ქართულ მრეწველობას და კულინარიას წარმოადგენს. გემების ფესტივალის სტუმრების ინფორმაციას ოქროს საწმისის ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. დეტალებით ელენე კავსაძე. დუბლინი მდინარე ლიფლი ფესტივალის მიმდინარეობისას ქალაქის მთავარ მდინარეში ზღვიდან ევროპის თითქმის ყველა გემი შემოდის. წელს სტუმრებს ირლანდიაში საქართველო მიიღებს. შუა მდინარეში მასპინძლობისთვის ფესტივალმა საქართველოს მე-19 საუკუნის გემი ფრეგატი დაუთმო. საკონცერტო პროგრამებისათვის სანაპირო სცენა, მის მახლობლად კი საგამოფენო სივრცეები. დუბლინის გემების ფესტივალზე ღია და დახურულ ინტერიერებში ოქროს საწმისის კონცეფციით მთელი საქართველოს ისტორია უნდა გაიშალოს. ფრეგატის გასაფორმებლად მოვიფიქრეთ ესეთი გასაღები ერთგვარი. ეს არის მითი არგონავტებზე, ოქროს საწმისი. ეს იქნება ის პირველი ნაბიჯი, რითიც ნელ-ნელა გავხსნით საქართველოს ისტორიას. სუხიშვილების ძველი და თანამედროვე ცეკვებით აწყობილ 15-მომდიან შოუ პროგრამას კლასიკური ქართული ცეკვა გახსნის. შუალედის მერე ჩავდივართ და გვინდა რომ ყველანაირი წარმოდგენა გქონდეთ ჩვენ ცეკვებზე, ჩვენ ფოლკლორზე, ჩვენ ხელოვნებაზე. იეცის ქვეშ ქართული მრავალხმიანობაც გაისმება ფესტივალზე ანსამბლი რუსთავი იმღერებს. პავილიონში კი სოლიკო ვირსალაძის კოსტუმები, თეატრალური მხატვრობის ესკიზების ასლები გამოიფინება. ხელოვნების სასახლის კოლექციასთან ერთად ფესტივალის სტუმრები ქართული საღებავებითა და ძველი ფარდაგების მიხედვით ქართული ორნამენტით შექმნილ პანოებსაც იხილავენ. ირლანდიამ გადაწყვიტა ის, რომ 9 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტისთვის. პირველად ხდება ირლანდიაში საქართველოს წარდგენა. ჩვენ მიგვაქვს ძირითადად ანსამბლ სუხიშვილების კოსტუმები, რომლის ნაწილი ჩვენს მუზეუმშია დაცული. ეს არის ძირითადად სოლიკო ვირსალაძის შემოქმედება და დარწმუნებული ვარ, ეს ევროპელ დამთვალიერებელს დაატყვევს. ეროვნული სიმბოლიკა, ორნამენტები, ფრაგმენტები ისტორიიდან, მეფეების მასშტაბური პორტრეტები, კოლხური ოქროს კოლექციის პოსტერები, კონცერტები, ქალაქში მიმოფანტული ბანერები, აფიშები, ქართული ანბანი თუ სხვა უამრავი დეტალი საერთო კონცეფციის ნაწილია. მინიშნებით საქართველოზე, ისევე როგორც საბრძოლო ხელოვნების ნომრები. შოქაროსნების სხვადასხვა კუთხის ბრძოლის ელემენტებით შექმნილ შოუს შუა მდინარეში ფრეგატზე აწყობილ სცენაზე წარმოადგენენ. ასამჩვენებურები იქნება მუსიკალურად გააფორმებენ ჩვენ წარმოდგენებს და იმედი მაქვს რომ საკმაოდ საინტერესო სანახაობა შევთავაზებთ ფრეგატზე მოსულ მაყურებელს. 300 წლის ისტორიის მქონე დუბლინის გემების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხალხმრავალი ფესტივალი 3 დღით საკუთარ სივრცეს თანამედროვე საქართველოს უძველეს ისტორიას უთმობს.